ელდარ შენგელაია გარდაიცვალა. და ცხადია მასზე ბევრს დაწერენ და კარგად, უკვე წერენ, კარგად და უფრო მეტს დაწერენ და უკეთესადაც ეკუთვნის კიდეც. მე ვიტყვი ერთს, რომ ელდარ შენგელაია იყო ჩვენი დროისა და დროების ერთ-ერთი ხაზგასმით ვამბობ ამას, უდიდესი რეჟისორი, თუ ყველაზე დიდი არა. ბევრ თქვენგან სხვა მისი შედევრები მოსწონს პერსონალურად ჩემთვის, აი ჩემი რაც არის 50 ჯერ არ ვიცი, მაგრამ ერთი 30 ჯერ მაინც რაც მექნება ნანახი, ეს არის შერეკილები, იმიტომ რომ მიფრინავენ, იმიტომ რომ მაინც გაფრინდებიან. საერთოდაც ეხა ბევრს აღარ ვიტყვი ელდარზე, ბატონ ელდარზე, მაგრამ ვიტყვი ერთს და მთავარს, ჩვენ გვჭირდება გაფრენა. თითოეული მოქალაქე, თითოეული კვლავ ვიმეორებ, საქართველოს მოქალაქე უნდა გაფრინდეს და მან უნდა დაიწყოს არა მხოლოდ ოცნება ქართული უკეთეს დროებაზე, არამედ უნდა მიაღწიოს კიდეც რა შუაშია ახლა და შუაშია, ჩვენ უნდა ვიფრინოთ იმ სიმაღლეებზე ყველამ და მთლიანად საზოგადოებრივ ქვეყანამ რა სიმაღლეებზე იფრინა ასე მაგალითად რიჩარდ ბახის რატო გაგახსენდება კაც და გაგახსენდება რასაკვირველია ჯონათან თოლიამ, ჯონათან ლივინგსტონმა. ვინც პირველად სუპირველი ვინც იყო, ვინც ნახა ფილმი ელდარ შენგელაიასი შერეკილები ხო? სათაურის სახელწოდებას როგორი აქვს. ხო, ბევრს ყველას თუ არა ბევრს მაინც არ ეგონა რომ ისინი მაინც გაფრინდებოდნენ. მაგრამ ისინი გაფრინდნენ და ამით დაამტკიცეს რომ მიუღწეველი არაფერია. ვინ ამტკიცებს ჩვენს დროებაში რომ მიუღწეველი არაფერია? მე გეტყვით რამდენიმე გვარს დავასახელებ, რამდენიმე პერსონას დავასახელებ. 8-10 თვის წინ ბევრმა თქვენგანმა არ იცოდა ვინ იყო მზია ამაღლობელი. კვლავ მზია ამაღლობელზე ვლაპარაკობ, ცხადია და პირველ ყოვლისა. ვიწრო წრეებმა, ჟურნალისტურმა წრეებმა თუ იცოდნენ, აი ამ 10 წუთის წინ აქ ამ ოთახში იყო ნინო ჟიჟილაშვილი, ნინო ცხადია იცოდა. ან იმ მოქალაქეებმა, იმ ჟურნალისტებმა, რომლებიც მზიასთან არიან, ახლაც ბათუმში არიან, ახლა აქცია იმართება ბათუმში, ხო, კელამ, ეთერიმ, ზვიადმა, ლიკამ, სხვებმა და სხვებმა იციან რასაკვირველია, იცოდნენ რასაკვირველია, მაგრამ საბოლოო ჯამში რაოდენობა მოქალაქეებისა, ვინც მზიას თაობაზე რამ იცოდა, შემოფარგლული იყო, რამდენმა კაცმა იცოდა მის შესახებ. რომ ასეთი იყო, არა ასეთი რო იყო, არც არავინ არ იცოდა, გულახდილად ვიტყვი, რომ არსებობდა ჟურნალისტი, კარგი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, 500-მა? ო, Facebook-ზე მე არ ჩამიხედავს გულახდილად გეტყვით საგანგებოდ, მაგრამ აი რამდენი ფრენდი ეყოლება მზია ამაღლობელს. 5,000 მაქსიმუმ, ხო იქ ხო ლიმიტია მაქსიმუმ, მე არ ამყავს 5,000, 4,000 წავშალე და 4,800, 4,765 პირობითად ფრენდი ხა შებრჩა, ხო, მაგრამ ყველას ხო არ ვიცნობთ. რამდენი ადამიანი მიცნობდა მე და მიცნობს 3,000, 2,000, 1,785, 2,348. მზიასაც ასე შეზღუდული რაოდენობით მოქალაქე იცნობდა და იცნობს, მაგრამ ამ 7-8 თვის განმავლობაში მზიამ გამოჩორკნა საკუთარი თავი და ჩვენი დროების გმირად იქცა, გმირად გარდაიქმნა, იმიტომ რომ ის უტეხია. მას ჰქონდა და აქვს ნამდვილი, ეხა არ ვიხმარ სიტყვას ქართული ოცნება, კი მას ჰქონდა და აქვს ნამდვილი ოცნება. ეს ქვეყანა იყოს ნორმალური, ეს ქვეყანა იყოს დასავლური, ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, ეს ქვეყანა იყოს ანტირუსული, ანტირუსეთული, ეს ქვეყანა არ იყოს დამონებული პუტინის თუ FSB-ს თუ მოსკოვის თუ კრემლის თუ რუსეთის მიერ. ეს იყო მზია ამაღლობელის ოცნებაც ერთის მხრივ და мотиваცია ის შესანიშნავად ხდებოდა და ხდება რომ გატყდება ახლა და შესაბამისად გატყდება არა ბიძინა ივანიშვილთან, არამედ გატყდება რუსეთთან, რომელსაც უნდა დაჩემორებული ადამიანი, პაპუაშვილები უნდა, ანუ ასე ვიტყვი, ასე ვთქვი, არა ის გათხოვილი თუ გაუთხოვარი კაცები, არამედ არაკაცები, რომლებიც მიდიან
გარიგებაზეც არასწორი სიტყვა, რომლებიც იხდიან ბოდიშს იმაზე, რაც მათ ჰიდრაშაული არ არის, მათ არ ჩაუდენიათ. ბზიაზე საუბრობდა, მეორე მხრივ არ საუბრობ მხოლოდ ბზიაზე, ჩვენმა დროებამ და ამ ამ თავგადასავალმა, რომელშიც ჩვენ ვართ, ბევრი მაკრო მასშტაბის, ასე გეტყვით, გმირი წარმოაჩინა ჩვენ სინამდვილეში. არა მიკრო ჩვენი სინამდვილის, არამედ მაკრო მასშტაბის, რომლებზეც უცილებლად და აუცილებლად ილაპარაკებენ სხვა ქვეყნებშიც. მათი кейსები განხილული იქნება შეერთებულ შტატებში, ევროპის სახელმწიფოებში, ევროკავშირში, მოდი ასე ვიტყვი. წლების, არა მარტო ახლა, არამედ წლების შემდეგაც. ერთ-ერთი მათგანია ნინო დათაშვილი. ნინო დათაშვილს არანაკლებ მძიმე დეპყრობა ქართული რუსული ხელისუფლება. წარმოიდგინეთ, მასწავლებელი, მარტოხელა დედა, ეს ყველაფერი გავიგე, მას ფიზიკურად ტკივა და ამ ფიზიკური ტკივილების გამო ბევრ თქვენგანს უტირია, მე მიტირია, ჩვენ კი ვიტირია ფიზიკური ტკივილების გამო. მე მქონია ისეთი ფიზიკური ტკივილი, რომ წრემლი წამომგორებია თუ ჩამომგორებია. მაგრამ აი რაღა იტირიო, ესე ეუბნებიან და ესე ამბობენ. ნინო დათაშვილზე ეს ხელისუფლება წოდებული მან და შესაბამისად შენ ფსიქიკური პრობლემები გაქვს და ესეც არ იკბარა ამ რუსულმა ბანდამ, შენ იძულებით უნდა კლავი მეორე წარმოიდგინეთ, იძულებით უნდა გიმკურნალოთ. ნინო დათაშვილის ჩვენი დროების გმირია. ასევე ის პოლიტპატიმრები და სინდისის პატიმრები, რომლებიც გამოამწყვდია ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლება და ბევრი მათგანის წინა ბლოკში ვთქვი, შეიძლება განთავისუფლება ახლა უკვე უნდა კიდეს, მაგრამ აღარ გამოსდის, იმიტომ რომ სახეს კარგავს. მათი ასე უპირობოდ განთავისუფლების შემთხვევაში და სახელდაკარგულობა მისთვის ყველაზე უფრო დიდი სირცხვილია და ასეც არის. მაგრამ ამ სახელდაკარგულობის შესაძლო სახელდაკარგულობის საბაბსაფუძველ მიზეზი თავადვე მიიმწყდია საკუთარი თავი ამ ჩიხში. გადაიდო მზიას პროცესი, ისიც თქვენ და ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა უпроსწორად თავად ბიზინა ივანიშვილი მეორე მხრივ თუ მესამე მხრივ უკან დახევასაც არ აპირებს და 4 შაბათს დღის 2 საათზე მზია ამაღლობელთან დაკავშირებით მოსამართლე იტყვის. მიესაჯოს მოქალაქე მზია ამაღლობელს პირადი ნომერი S მაგალითად 4 წელიწადი. და ესეც იქნება განაჩენი ქართული რუსული ოცნებისათვის. მაგრამ მე მხოლოდ ამ საკითხზე არ ვსაუბრობ ახლა, ერთ უცნაურეს საკითხს შემოგთავაზებთ, იცით თქვენ, რომ კომისიამ, რომელსაც ბანდიტი თეა წულუყიანი თავკაცობს, ხელმძღვანელობს და რომლის წევრებიც არიან სხვა პატარა მასთან შედარებით ბანდიტები, თუმცა FSB-სთან პირდაპირ თუ ირიბად შეკრული სხვა მოქალაქეებიც, სუბარი და შარმანაშვილი, კადაგიშვილი და ინჯია, გურამ, მაჭარაშვილი და სხვებიც, თუ არ ვწდები კი არ ვწდები სხვებიც, მათ შორის ერთი პოლიციელი კაციც, გვარი არ მახსოვს, ტაბატაზე. ხო, ამ კომისიამ დაწერა ის დასკვნა, რომელიც დაწერა ამ დასკვნის წაკითხვას და სერიოზულად განხილვას ცხადი არც ერთი ჩვენგანი არ აპირებს. იმიტომ რომ სისულელია და იმიტომ რომ მისი მთავარი პოსტულატი არის, მთავარი მიზანი არის საქართველოს დადანაშაულება ომში. რომ საქართველო დაესხა რუსეთს, სამხრეთ-ოსეთს, უბრალოდ ასე ვიტყვი და სამშვიდობო რუსულ ჯარს თავს 2008 წლის აგვისტოში და სიმბოლურია სწორედ 2008 წელს ლის აგვისტოსთან მიმართებაში, რომ 2025 წლის აგვისტოში აკეთებენ წერენ და ამ დასკვნას, ასკვნიან ამას 17 წლის თავზე, აგვისტოს დაამთხვიეს, შეგნებულად კი არ დაემთხვა, დაამთხვიეს და საქართველო დაესხა თავს და შესაბამისად ის პირები, რომლებიც იმხანად იყვნენ ხელისუფლებაში, მიუხედავად იმისა, ზოგიერთი მათგანი სულაც არ გამოუკითხავთ, ასე მაგალითად გიგა ბოკერია და მიხეილ სააკაშვილიც არ დაუβარებიათ ამ კომისიაზე, თუნდაც ჩართვით. საქართველო დაესხა და ეს პირები, რომლებიც იყვნენ იმხანად საქართველოს ხელისუფლებაში, ესენი უნდა დაისაჯონ. მიხეილ სააკაშვილიც და ნებისმიერი, ვინც იმხანად იყო ნაციონალური მოძრაობა, ბევრი, ვინც ნაციონალურ მოძრაობაში იყო და ვინც მართავდა პროცესებს და ქვეყანას. დასჯა შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი. მაგალითად, ბევრი შეიძლება დაიჭირონ და იმ 8 პოლიტიკოს
პატიმარს მიუსვან გვერდზე, რომლებიც უკვე დაპატიმრებულნი არიან. ამ დაპატიმრებულთაგან ზოგს, მაგალითად გივით არგამაძე, შეიძლება დაუმზიმონ ბრალი. ანუ ის ხო 8 თვით არის გამომწყდეული ბიზნე ივანიშვილის საპატიმროში იმის გამო რომ კომისიაზე არ გამოცხადდა ახლა კი შეიძლება თქვან რომ იცით რა არის დაემატოს მას სასამართლო პროცესების შედეგად ცხადია ფსევდო პროცესების შედეგად ცხადია პირობითად რაღაც 7 წელი ან 10 წელი ირაკლი ოქრუაშვილსაც შესაძლოა და აი ხაზარაძე ჯაფარიძის ამას ალბათ ვერ მიედავებიან თუმცა მეორე მხრივ რატომაც არა შენ ასპონსორებდი მიხეილ სააკაშვილსო შეიძლება ეს ყო და შენს დამნაშავე ხარო აქედან გამომდინარე შენ კიდე ნაბადებით 10 წელი აჰაო მიარჭონ ასე ვიყო მაგრამ ამათ გარდა კიდევ აი ახლა ვინც თავისუფალია მათაც მიამწყდებენ შეამწყდებენ საპატიმროში თუ გაუვიდათ ცხადია და ვისაც არ დაიჭერენ მათ კი როგორც პარტიული თვალსაზრისით ისე არაპარტიული ინდივიდუალური თვალსაზრისით შეიძლება აუგზავნონ პოლიტიკური მოღვაწეობაც კი შეიძლება კი არა ნამდვილად აუგზავნენ მათ შორის მათაც ვინც 2008 წელს 3 4 5 7 წლის იყო და ნაციონალური მოძრაობის წევრი არა თუ არ იყო არამედ ბუნებრივი არც არაფერი იცოდა ნაციონალური მოძრაობის თაობაზე მაგალითად ლევან სანიკიძეს სიმართლე გითხრათ არ ვიცი რამდენი წლის იყო 2008 წელს მაგრამ რამდენიც უნდა ყოფილიყო 7-ის 10-ის მაქსიმუმ 1997-ში დაბადებული არ ამგონია მე მგონი უფრო ახალგაზრდაა ლევანი ახალგაზრდა პერსპექტიული მართალი კაცი მოდი ვიტყვი ასე ხო და ლევანსაც შეიძლება უთხრა რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი ხარ რა შენ პოლიტიკური მოღვაწეობა აკრძალული გაქვს ასე მაგალითად 20 წლით ესეც არ არის თავარი ამბავი ცხადია ეს ძალიან მძიმე ამბავია მაგრამ ესეც არ არის თავარი ამბავი არის ის რომ ქართული რუსული ოცნება ვანგარიშვალდებული რუსეთის ფსბ-ს წინაშე არა მხოლოდ ამას აპირებს არამედ ამაზე გაცილებით უარესაც და მიუხედავად იმისა რომ ჩვენთან სიკვდილით დასჯა არ არსებობს არ გამოიწყავს ფოტოშორის რომ აღადგინონ დროებით სამშობლოს მოღალატეების წინააღმდეგ გამოიყენონ დასჯის ეს ფორმა მართლა არ გამოიწყავ ოღონდ კი არ ვაჭარებებ და კი არ ვბუქავ ახლა ხო ბიზნე ივანიშვილი ამაზე წამსვლელია მეთქი მიუხედავად იმისა რომ მოცემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში დღეს მდგომარეობის სიკვდილით დასჯა არ არსებობს შეიძლება სამუდამოდაც გამოამწყვდიონ პოლიტიკოსები სამუდამო პატიმრობა მისცენ მოქალაქეებს და რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია შეიძლება წავიდნენ ამგვარ ნაბიჯზეც კი კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში მაგრამ მანამდე ვიტყვი ერთს მე მიხეილ სააკაშვილის კრიტიკოსთა მოდი ასე ვიტყვი არა 5 არამედ 10000-ში მაინც ვიყავი აი იმ პერიოდში როცა მიხეილ სააკაშვილმა ჩემი აზრით ობიექტურადაც შეცდომებიც დაუშვა და მისი ხელისუფლების ცალკეულმა მერვე ხარისხოვანმა ტიპებმა დანაშაულებიც ჩაიდინეს მე მიმაჩნდა და მიმაჩნია რომ თევზი ყოველთვის თავიდან ყარს სტალინი დამნაშავეა მთავარი და სტალინიზმი რაც არის უკვე ჩაშლილი ჩამოშლილი ნებისმიერ დამხრეტამდე ისინი ცხადია დამნაშავეები არიან კი პირველ ყოვლისა არა მეორე ყოვლისა ასე ვიტყვი მაგრამ მთავარ დამნაშავე რასაკვირველია სტალინია მიხეილ სააკაშვილს შეცდომებიც ჰქონდა და გადაცდომების პერსონალურად მაგრამ მისი რეჟიმის წარმომადგენლები ქვედა მერვე მეათე დონეზე უშვებდნენ და შეცდომებს კი არა ჩადიოდნენ და დანაშაულებს მიხეილ სააკაშვილი ამის გამო პასუხისმგებელი უნდა იყოს არა მაინც და მაინც სისხლის სამართლებრივი თვალსაზრისით არამედ სხვა კუთხითაც და მე მიხეილ სააკაშვილთან ბუნებრივია მაქვს და მით უფრო მექნება კითხვები როდესაც ის განთავისუფლდება საპატიმროდან და ის აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს საპატიმროდან თუ ჩვენ ქვეყანა ვართ ბიზნე ივანიშვილს არ უნდა განთავისუფლება თორე თუ ჩვენ ქვეყანა ვართ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტი უნდა განთავისუფლდეს საპატიმროდან და ინტერვიუზე იქნება თუ საჯარო დისკუსიაში უნდა გვიამბოს აი ის შეცდომა თუ გადაცდომა რატო მოუვიდა და ის დანაშაული რომელიც მეცხრე თუ მეათე ხარისხოვანმა ტიპებმა ჩაიდინეს მისი ხელისუფლების პირობებში ამასთან დაკავშირებით იყო თუ რა საქმის კურსში და საერთოდ როგორ აფასებს არ ვიცი რაღაც ადამიანის უფლებათა დარღვევას ასე მაგალითად სამეგრელოში თუ ასე მაგალითად ავიცი მიტინგების დარბევას თუ 26 მაისს და თუ 7 ნოემბერს ერთის და მეორეც რუსული ოპერაცია იყო საქართველოს წინააღმდეგ ბარებით
მაგრამ ეს სამომავლოდ გადავდოთ. მიხეილ სააკაშვილი ქართული სახელმწიფოს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი მამაა. გვინდა ეს თუ არ გვინდა, მე ბევრი სხვა მისი ქმედებას არ მომწონებია, ბოლო პერიოდშიც და ადრეულ პერიოდშიც მაგალითად არ მომწონებია მისი ჩამოსვლა და ფორმა, როგორც ჩამოვიდა ის რამდენიმე წლის წინ საქართველოში. მე მიმაჩნია საერთოდაც რომ როგორც ვიარ გამსახურდია შემოითხოვა FSB-მ, გაგიკვირდებათ და მიხეილ სააკაშვილის შემოითხოვა FSB-ს ხელიც არის FSB-ს როლიც არის რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილის იმ ფორმით შემოსვლაში და ფორმითაც ის შემოვიდა ისევე როგორც ვიარ გამსახურდია იყო უბრალო იმაში უბრალოდ გულუბრყვილო იყო ჩემი აზრით მიხეილ სააკაშვილსაც გულუბრყვილოდ წარმოედგინა თუ გულუბრყვილოდ ეგონა რომ მას ფიანდაზებით დახვდებოდნენ და მისი არაგულ შემატკივრები მათ შორის მეც ვაფრთხილებდით არასწორად სიტყვა ვუთვლიდით ალბათ საჯარო შეცვლას გულისხმობს ხადია რომ ეს ნაბიჯი არ გადაედგა იმიტომ რომ იმ ხანადაც ბიზინა ივანიშვილი რუსეთის აგენტი იყო საკმაოდ ძლიერი და ბიზინა ივანიშვილი იქნებოდა დაუნდობელი და მიხეილ სააკაშვილი კიევში თუ უკრაინაში გაცნობით პროდუქტიული იქნებოდა ახლა ჩვენთვის ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ვივამეთში ნინო ნადირაძის კლინიკაში გამომწყდეული მეთქი ასე ვიტყვი ბევრი სხვა შეცდომა ჩაიდიდა მიხეილ სააკაშვილმა რასაკვირველია მათ შორის ვივამეთში ყოფნის დროს და ასე შემდეგ საჯარო განცხადებებიც არ იყო თლათწორი როცა მაგალითად საკუთარი თავი მხოლოდ უკრაინელ პოლიტიკოსად წარმოაჩინა თუ წარმოგვირგინა და ქართულადაც არ ლაპარაკობდა ეს სათქმელია რასაკვირველია ქართულადაც არ წარმოთქვა ერთი ორჯერ სიტყვა მაგრამ კვლავ ვიმეორებ ეს განსახილველია მიშასთან უკვე ხმა პერიოდში არც ერთი რაც ჩამოვასახელი არ არის ციხრის სამართლის დანაშაული ესე უკვე არჩევნებში სამომავლო არჩევნებში შეგიძლიათ მისცეთ ხმა ამგვარად შეცდომიანს და სხვებსაც სხვაგვარად შეცდომიანებს ან არ მისცეთ მაგრამ მიხეილ სააკაშვილზე ეს ნაწილი ამოვწურე რა ახლა გადავდივარ ისევ ბანდიტი თეატრულუკიანის უბრალოდ თავარ ბანდიტი ივანიშვილის მიერ მოქოქილი ბანდიტი თეატრულუკიანის კომისიის დასკვნაზე სადაც ყვაკი გითხარით რომ ჩაწერილი არის რომ ნაციონალური მოძრაობა ესეთი დამნაშავე პარტია იყო და არის და ამას ყველაფერი მიხავთ საიქითკენ საიმისოთ არა იქითკენ უფრო ზუსტი სიტყვა რომ უკლებლივ ყველა ან ბევრი ვინც ნაციონალურ მოძრაობაში იყო მათ პოლიტიკური მოღვაწეობა პოლიტიკური საქმიანობა აეგზაურათ რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს მე არ გამოვრიცხავ რომ რამდენადაც მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი მტერი რატოა პუტინის პირადი მტერი ავხსნათ ეს ჩემი სიტყვები არ არის ეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილმა მისმა მემკვიდრე პრეზიდენტმა მეოთხე პრეზიდენტმა კითხვა როცა სტუმრობდა მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე თვის წინ კი არა ლაბის ერთი წლის წინ ვივამედის კლინიკაში პუტინის პირადი ტყვია იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილმა პირველმა გაუწია წინააღმდეგობა რუსეთის საბჭოთა იმპერიის პუტინისტური იმპერიის აღდგენას შეიარაღებული დაპირისპირებით, შეიარაღებული შეპირისპირებით 2008 წელს. დიახ, მიშა სააკაშვილი შეგვიძლია აკრიტიკო ბევრჯერ და ბევრი რამის გამო, მაგრამ ის რომ საქართველო გადარჩა 2008 წელს, ეს მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაც კი არა დამსახურება, მეტწილად მისი დამსახურება, მისი სწორი სტრატეგიული ნაბიჯებისა, იქაც ბევრი შეცდომა დაუშვა, ალბათ კი არა ნამდვილად მიშამ, სხვაგვარად შეეძლო მოქმედება, იფიცხა ერთი ორჯერ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ლომის წვლილი შეიტანა, მოდი ესე ვთქვი, საქართველოს სახელმწიფოს გადარჩენაში, რუსებს უნდოდა თბილისის აღება გაგიკვირდებათ და მე მგონი არ გაგიკვირდებათ. მოკლედ მიხეილ სააკაშვილი, ანუ დედაქალაქი გადარჩა რა, ცენტრალური ხელისუფლება გადარჩა რა, არ წავიდა რა მიხეილ სააკაშვილი და შეუბრუნა რა ხელი რუსეთის პრეზიდენტის შლეგი ლიდერის პუტინის მთავარ მტრად იქცა, ვიდრე ზელენსკიმდე, ახლა ზელენსკია მთავარი მტერი, მაინც ახლა ასე უნდა თქვათ, მაგრამ პირველ მტრად, ან მთავარ მტრად იქცა მიხეილ სააკაშვილი. ხო და ეს მიხეილ სააკაშვილი გარემოებათა გამო, რასაც ახლა აღარ ჩაუღრმავდები, რა არის საფუძველი და საფუძველთა საფუძველი ამ ყველაფრისა, მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე. და მე არ გამოვრიცხავ, რომ თეატრულუკიანი ბანდიტს ბანდიტთა მეთაურმა ბიზინა ივანიშვილმა მოსთხოვოს ამ კომისიას და უკვე საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას მოსთხოვოს რომ გადაეცით მიხეილ სააკაშვილი რუსეთს სადაც ასევე სიკვდილით დასჯით არ დაუსჯიათ კარგახანია არავინ მაგრამ არ დაუსჯიათ ასე დამხრეტები არ გამოსულან თორე ადამიანებს პანტაპუნტით კლავენ საპატიმროებში
სულ მინიმუმ კი არა, ყველაზე ბოლო გახმაურებული ამბავი, რასაკვირველია, ეს არის ნავალნის кейსი. ეხლა მე დავსვამ კითხვას მთავარს, გამორიცხავთ თუ არა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ანტიუკრაინელმა და თავისუფლების წინააღმდეგ წასულმა ბიზინა ივანიშვილმა პუტინის მოთხოვნის შესაბამისად გადასცეს რუსეთს და უთხრას რომ აჰა ჯიჯგდით აჰა მოკალით რაც გინდათ ის უქნიათ მით უფრო ის მიხეილ სააკაშვილი რომელზეც სწორედ ბიზინა ივანიშვილის ან რუსეთის კომისიამ თქვა რომ მან დაიწყო საომარი მოქმედებები საქართველოს საომარი მოქმედებები მან დაიწყო საომარი მოქმედებები რუსეთის წინააღმდეგ 2008 წელს და ეს რომ ესე არ გაეკეთებინა საქართველოს იმ ტერიტორიებს შეინარჩუნებდა რომელ ტერიტორიებსაც იმ ხანა დაკონტროლებდა თითქოს რუსები უდანაშაულონი არიან იმ ომში აბსოლუტურად უდანაშაულოები არიან იმ ომში რომელიც 2008 წელს აწარმოეს საქართველოს წინააღმდეგ სწორედ ამას ამბობს ზოგადად ხელისუფლება წოდებული ბანდა და მისი ქვედანაყოფი მისი ჰიბრიდული იარაღი მოშვერილი საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტულად თეატრულუკიანი ან მისი კომისიის წევრები ან ზოგადად ასე ვიტყვი კომისია რომელიც შეიქმნა სწორედ საიმისოთ რომ საქართველოს დაედანაშაულებინა და ამის საფუძველზე ჩაეტარებინა გაეტარებინა ის რეპრესიული პოლიტიკა რომლის გატარებასაც უკვე მალე დაიწყებს კომისია და საოქტომბრო ეგრეთ წოდებული არჩევნების შემდეგ ადგილობრივი არჩევნების ფარსი რო გველოდება ჩვენ 4 ოქტომბერს იმის შემდეგ ხომ ახალი ძალით შეუდგება და გაუვა კიდეც მეთქი თუ და რა შემთხვევაში გაუვა და აქ ისე უნდა ვახსენო არა მხოლოდ ბზია ამაღლობელი არამედ ნინო დათაშვილიც არა მხოლოდ ბზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი არამედ ზვიად რატიანიც არა მხოლოდ ეს სამი პერსონა არამედ პირი მოქალაქე არამედ ის ახალგაზრდებიც რომლებიც არ ტყდებიან არას დიდებით თუ ესენი თუ ამათ მიმართ გატარებულ რეპრესიებს ჩვენ მათ ადო ამ ბანდას შევარჩენთ და ეს არ იქნება ჩვენი ისეთი გაბრაზების საფუძველ მიზეზი რომ ამ ხელისუფლებად წოდებულ ბანდას შეუქმნათ სათანადო მასშტაბის პრობლემები მე გულისხმობ ცხადია აქციებს სანქციებს გარედან და აქციებს შიგნით აი სწორედ აქციები შიგნით და სანქციები გარედან რომლებიც აუცილებლად იქნება ეგრა მაგის პასუხია იქნება და იყოს იმის საფუძველი რომ ამ ბანდამ არა ეს არ დაიხევს უკან რამდენადაც რუსეთის ფილიალია მაგრამ ეს ბანდა იძულებული იყოს რომ მიხდეს რომ მათი ფიზიკური უსაფრთხოებაც კი შეიძლება იყოს ეჭქვეშ დაყენებული და ამ ბანდამ მიატოვოს მოკლედ მარტივად რო ვილაპარაკოთ ერთგვარად გადააგდოს რუსეთი და რუსეთმაც გადააგდოს რაც ასევე მნიშვნელოვანია თუ მავრი ვერ აკეთებს თავის საქმეს ამ მავრზე რუსეთს ჩაუქნევია ხელი ამგვარ მავრებზე და რატომაც არა ჩაიქნევს ხელს ბიზინა ივანიშვილზეც ასადი თვალსაჩინოება ერთ-ერთი ბოლო მაგალითია რუსეთმა მიატოვა ასადი რომელსაც ეგონა რომ ის გადარჩებოდა და მართლაც გადარჩენილი იყო ვიდრე 48 საათით ადრე სირიის დატოვებამდე, როდესაც ის თათბირზე ატარებდა და ეგონა რომ მარად არის დარჩენილი სირიის მმართველად აქვს რა სარგებლობს რა რუსეთის მხარდაჭერით, მაგრამ აღდგა საზოგადოება დაიწყო ოპერაცია ასადის გაგდებისა ჩამოშორებისა და ასე დასრულდა ასადის ამბავი როგორც სირიის მმართველისა სამუდამოდ და მოგევოთ იმისა საცხოვრობს ახლა ასადი სამოთახიან ბინაში თუ სადმე პადმასკოვიეში ვილაზე ის მაინც ვეღარასოდეს იქნება იმგვარი როგორიც იყო ან მაგალითად საცხოვრობს ლუკაშენკო კი არა ლუკაშენკო საცხოვრობს ვიცით პრინციპში ისა იანუკოვიჩი ხო პადმასკოვიეში რომელიღაც დაჩაზე თუ არ ცხოვრობს რაც არ უნდა მოხდეს უკრაინაში ის ვეღარასოდეს დაბრუნდება მით უფრო ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში ეს რომ ვიცოდეთ მაინც და ხო და აი ამგვარ ვითარებაში უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენ ბიზინა ივანიშვილი როცა რუსეთიც ჩაიქნევს ხელს და ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი შერეკილობა ამ სიტყვის ჯანსაღი კონოტაციით
იმგვარობა, რომ ჩვენ გავფრინდებით როგორც საზოგადოება, ჩვენ დავიწყებთ ფრენას როგორც საზოგადოება, ისე ველდარ შენგელაიას უბრუნდები, ახლა ჩვენ დავიწყებთ ფრენას და ჩვენ დავიწყებთ ან მივაღწევთ ან ავისრულებთ იმ ოცნებებს, რომლებიც ჩვენ ნამდვილად უნდა გქონდეს, ჩვენი ოცნება მთავარი უნდა იყოს დასავლური, შესაბამისად ქართული, იმიტომ რომ დასავლეთი ჩვენს კულტურას, ჩვენს იდენტობას, ჩვენს ღირსებას იცავს და მომავალშიც დაიცავს. ეს უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს დასავლური. ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს დემოკრატიული. ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ადამიანის უფლებებზე, ნებისმიერ ადამიანზე, ოპონენტების უფლებებზე ორიენტირებული. ოპონენტების ან უმცირეს ოპონენტებისა და მეორე მხრივ უმცირესობების ნებისმიერ უმცირესობაზე ლაპარაკობ ახლა მასზე ორიენტირებული ქვეყანა დასავლური სივრცის ნაწილი და რაც ჩემთვის პერსონალურად ბევრი მეთანხმება ან არ მეთანხმება არ ვიცი მნიშვნელობა არ აქვს ამ წუთას ამას საქართველოს უნდა იყოს ანტირუსეთული ქვეყანა თუ საქართველოს იდენტობა საერთოდ ანტირუსეთობაა ჩემი აზრით 1793-დან 1801-დან მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში მე ილიას მკვლელობიდან კიდე 11 წელიწადი ანუ 1918-მდე მე კირიორის მკვლელობიდანაც ანუ და შესაბამისად დამოუკიდებლობის აღდგენიდან 1921-დან 70 წელიწადი 70 წლის შემდეგ 91-დან ვიდრე დღემდე ვიდრე ივანიშვილმა არ დაიწყო ჩვენი გენეტიკის შეცვლა, ხო, ჩვენი ეგრეთ წოდებული დნმ-ის შეცვლა. ხო, ჩვენი გარდაქმნა გრუზინებად. ხო, ჩვენ უნდა ვიყოთ ანტირუსეთული ქვეყანა. სანამ რუსეთი არის ამგვარი, ჩვენ უნდა ვიყოთ წინა ხაზზე, ეს მაინც და მაინც კონვენციურ ომში ჩართვას არ გულისხმობს რუსეთთან, რომელსაც აღარც ძალა აქვს. ეგრამაგის პასუხია კონვენციური ომისა სხვა რომელიმე სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ რომც ჰქონდეს ძალა, ცოტა ძიმედ გამომდის, მაგრამ მაინც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ვიცავთ თავარ ღირებულებას და იერარქიაში ფასეულობა ღირებულებათა იერარქიაში თავისუფლება როგორც ასეთი უნდა იყოს გაცილებით მაღალ დონეზე, ვიდრე ეგრეთ წოდებული მშვიდობა. მით უფრო ფსევდო მშვიდობა. და სადღეგრძელოებს რო წარმოთქვამენ ხოლმე მოქალაქეები რაგიდა რა სუფრასთან, ხო? და თქვენს ხსმენიათ და მეც ხსმენია და შემისვამს კიდეც არათუ ხსმენია მოდი მშვიდობას გაუმარჯოს 90-იან წლებში ან შესაძლოა 2000-იანებშიც კი პირველ სადღეგრძელოთა შორის თუ თავად პირველი არა და ალბათ თლად პირველიც რომ ადგებიან მოქალაქეები მათ უნდა დალიონ მოდი შესვან წარმოთქვან სადღეგრძელო თავისუფლებისა ეს არის მთავარი ამ ქვეყანაში დაიწერა სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი. ამ ქვეყანაში ქართულად არის ეს დაწერილი. ვისაც ეს არ ესმის, მას ზარქუას twili აქვს. ზარქუას დავარებოთ თავი. მას ბიძინა ივანიშვილის სინდისი აქვს. ანუ უსვინდისოა. და ბიძინა ივანიშვილი, მოდი დავხატავ თქვენი ნებართვლის ფუცელი გვაქვს. აი ეს თუ ბიძინა ივანიშვილია, აი ერთი თვალი, ორი თვალი, ცხვირი და დაღრეჯილი კბილებიც, ყურებიც მივახატოთ და ესეთი აფუცული თმებიც. ეს თუ ბიძინა ივანიშვილია, აი აქ ამ წერტილიდან, ამ წერტილამდე ზარხლი მას უბრალოდ არ აქვს, იმიტომ რომ ის საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი პირია. ერთი მზიაც გეყოფათ და ასეთი მზია, არა მზია ძალიან მასშტაბურია. ხო, სხვა მოქალაქეები, რომლებიც არიან საქართველოს სადარაჯოზე, არიან ათეულ ათასობით.